თბილისის ზღვაზე ახალი გასართობი ცენტრი აშენდება. დასასვენებელ გამაჯანსაღებელი გასართობი ცენტრი ეკოპარკი მოეწყობა ზამთრის და ზაფხულის არეალებით. ამოქმედება ატრაქციონები, მოედნები და სწრაფიგების ობიექტები. შეპესე ჯინო პარკი ტერიტორიაზე 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაოები 2013 წლის ივლისამდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში მშენებლობაზე ასობით თბილისელი დასახვდება. წლის განმავლობაში კი გასართობი ცენტრი 800,000 ადამიანს მოემსახურება. დღეს თბილისის მერმა ინვესტორთან ერთად საფუძველი ჩაუყარა მშენებლობას და პროექტის დეტალებს გაეცნო. This Gino Paradise. Pan Mazur, nie chcieli dać, nie? Pan Mazur. შეიძლება ხადამას მაგრამ ცურვა არ უნდა და ზარ დააძალებ, მაგრამ შესაძლებლობა როცა არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ დავაკეთოთ. თორე ის ცალკე ამაზე იქნება, მაგრამ გარედან უყურე მაშინ მაგრა გაგიტომა მაგაც. თქვენ ახლა მშენებლობის ეტაპზე გექნებათ ასე ვთქვათ მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ თავარია რომ დამთავრდება. მე რეკომენდად თქვენ ან თქვენ შვილებს, ახლობლებს ეს უნდა გავაკეთოთ თავარი ეგ იქნება. თორე ეს ცალკე აღებული სილამაზე არ არსებობს. თუ ის ცალკე და განყენებულია და არაფერს შენ თუ არაფერში არ გარკვევ. ეს იქნება ისეთი, რომელიც ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საერთოდ ზღვას და დიდი პოტენციალი აქვს. ამ ტერიტორიაზე აშენდება დასასვენებელი გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სადაც ერთდროულად შეიძლება დაახლოებით 10,000 კაცამდე ადამიანმა ერთი დღის განმავლობაში დაისვენოს. კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება საუნები, ბასეინები, ტოპოგანები, კამიკაძეები და ასე შემდეგ. ღირებულება იქნება დაახლოებით 3 კატეგორიისა იქნება და ღირებულებები იქნება 20 ლარიდან 50 ლარი.